მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum. მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. გილოცავთ 2026 წელს, გისურვებთ მატერიალურ სიუხვეს და სულიერ ჰარმონიას. ახლა კი დავიწყოთ და დღეს გთავაზობთ 2026 წლის იანვრის ტარო პროგნოზს მერწყულებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია. კვერთხების 7-იანი იანვრის განმავლობაში მოგინდებათ საკუთარი შეხედულებების და სურვილების აქტიურად გამოთქმა და ქმედებით გამოხატვა. გექნებათ განცდა, რომ ახლა მნიშვნელოვანია მოიკრიბოთ გამბედაობა და დაუპირისპირდეთ ყველაფერს, რაც არ მოგწონთ თქვენს ცხოვრებაში და თქვენს გარშემოც. შესაძლებელია მოგიწიოთ საკუთარი ინტერესების დაცვა და აღმოჩნდეთ გარკვეულ დაძაბულ სიტუაციებშიც. იქნებით მომთხოვნი, როგორც ხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართაც, ადვილად შეხვალთ სხვადასხვა დისკუსიებში და არ მოერიდებით კამათსაც კი. სავსე იქნებით შინაგანი ენერგიით და აქტიურად იმოქმედებთ დასახული მიზნების მისაღწევად. ამასთან ადვილად დაძლევთ ნებისმიერ წინააღმდეგობას და გექნებათ საკუთარი უპირატესობის განცდა. ამ პერიოდში შეძლებთ გადალახოთ ნებისმიერი დაბრკოლება, მიუხედავად მისი სირთულისა, თუმცა მნიშვნელოვანია არ აყვეთ მოჭარბებულ ჟინს, არ დაკარგოთ რაციონალური კონტროლის უნარი საკუთარ ქმედებებზე და უარეს შემთხვევაში იქით არ დაესხათ თავს გარშემომყოფებს. გირჩევთ შეინარჩუნოთ კეთილგონიერება და სამართლიანობა და ენერგია, რომელიც უხვად გექნებათ ამ პერიოდში, მიმართოთ კონსტრუქციულ კალაპოტში და მხოლოდ თქვენთვის და თქვენი გარშემომყოფებისთვის ხელსაყრელი პოზიტიური მიზნებისკენ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მონეტების ტუზი. ამ პერიოდში მოგეცემათ შანსი გააუმჯობესოთ თქვენი პირადი ცხოვრება, გახადოთ უფრო საინტერესო, მატერიალიზებული, გამოხვიდეთ ოცნებების ან ილუზიების სფეროდან და მოახდინოთ თქვენი სურვილების რეალიზება. ბუნებრივია ეს ყველასთვის ინდივიდუალურად მოხდება, გააჩნია ვინ რა გამოწვევის წინაშე დგახართ, მაგრამ გირჩევთ იანვრის განმავლობაში დაუთმოთ დრო თქვენს პირად, განსაკუთრებით ინტიმურ ცხოვრებას, რადგან არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ ფორმით თვითრეალიზება მოგანიჭოთ შინაგანი ძალა და ენერგია და სხვა მატერიალური შესაძლებლობების კარიც გაგიხსნათ ფიზიკურ სამყაროში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მონეტების 7-იანი ამ პერიოდს საკმაოდ პასიურად გაატარებთ, არ მოგინდებათ ინიციატივების გამოთქმა და პრობლემების არსებობის შემთხვევაშიც დროს მიანდობთ მათ მოგვარებას. გექნებათ შინაგანი განწყობა, რომ ამ ეტაპზე გჭირდებათ დასვენება, ძალების მოკრება, გარკვეული დისტანცირება ყოველდღიური რუტინისგან და ამას მოახერხებთ კიდეც გაზრდილი მოთმინების და გამძლეობის ხარჯზე. ამასთანავე ეს პერიოდი საშუალებას მოგცემთ დაალაგოთ სამომავლო გეგმები და მოემზადოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, თასების 9-იანი, ამ პერიოდში მარტოც კარგად იგრძნობთ თავს, გექნებათ შინაგანი კმაყოფილების და ემოციური სისავსის განცდა, შესაძლებელია საკუთარ თავთან უფრო მშვიდ და შეთანხმებულ მდგომარეობაში იყოთ და არ გქონდეთ შინაგანი წნეხი, რომ აუცილებლად ახლავე უნდა დაიწყოთ ურთიერთობა. ბარათების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი პირადი სივრცე და აღარ ხართ მზად ვინმე მხოლოდ იმიტომ შემოუშვათ ცხოვრებაში, რომ მარტოობის შიში გაქვთ. ეს არის ეტაპი, როდესაც შინაგანად უკვე გამომუშავებული გაქვთ ის საფუძველი, რომელზეც მომავალში ჯანსაღი კავშირი შეიძლება შედგეს. თქვენ უკვე გრძნობთ რა არის თქვენთვის კომფორტი, სიამოვნება და ემოციური უსაფრთხოება და სწორედ ეს შეგრძნებები გახდება ის ფილტრი,
რომელიც მომავალში არ მოგცემთ საშუალებას დასჯერდეთ ნაკლებს და როცა ადამიანი ამ მდგომარეობაშია, კავშირებით სხვანაირად ყალიბდება. უფრო ბუნებრივად, ნაკლები მოლოდინებით და გაცილებით მეტი შინაგანი სიმშვიდით. წარმატებებს გისურვებთ და ნახოთ თვით რეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ იანვარში საქმიანი სფერო. ხმლების 7-იანი იანვარში საქმიან სფეროში შეიძლება აღმოჩნდეთ გარემოში, სადაც შესაძლებელია იგრძნოთ, რომ საჭიროა უფრო დაკვირვებული იყოთ, დააკვირდეთ სიტყვებს, ქმედებებს, დეტალებს. ამ პერიოდში თქვენ თავადაც ეცდებით საქმეებს უფრო მოქნილად, ზოგჯერ არასტანდარტულად მიუდგეთ, მოძებნოთ გზები, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობები აირიდოთ, ან საქმე უფრო მარტივად მოაგვაროთ და ეს სრულიად გასაგებია, მით უმეტეს თუ გრძნობთ, რომ ენერგიის დაზოგვა გჭირდებათ. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ამ ბარათის ენერგია ერთგვარ გაფრთხილებასაც გულისხმობს. იანვარში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას, რომელსაც იღებთ და რომელსაც სხვებს უზიარებთ. გადაამოწმეთ შეთანხმებები, პირობები, დოკუმენტები, განსაკუთრებით ის დეტალები, რომლებიც თითქოს უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, ასევე ყურადღებით დააკვირდით ადამიანებს, ვისთანაც მუშაობა მოგიწევთ, ყველა შეიძლება არ მოქმედებდეს სუფთა განზრახვებით და ჩემი რჩევაა, ეცადეთ სიბრძნე და წინდახედულება გახდეს თქვენი მთავარი ინსტრუმენტი ამ პერიოდში. რაც უფრო ფხიზლად და შეგნებულად იმოქმედებთ, მით მეტად შეძლებთ თავიდან აიცილოთ არასასიამოვნო სიტუაციები და დაიცვათ საკუთარი ინტერესები საქმიან სფეროში. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ხმლების პაჟი. ამ პერიოდში თქვენთვის მეტად გააქტიურდება ინფორმაციის მიღება-მოპოვების საკითხები, მოგიწევთ ბევრი კითხვა, სწავლა, დაკვირვება. შესაძლებელია მიიღოთ ახალი ცნობები, შეტყობინებები ან ისეთი ინფორმაცია, რომელიც დაგაფიქრებთ და შეცვლის თქვენს ხედვას მიმდინარე პროცესებზე. შეიძლება იგრძნოთ, რომ თითქოს ბოლომდე არ გაქვთ ჩამოყალიბებული ზოგადი სურათი, ჯერ კიდევ სწავლობთ გარემოს, ადამიანებს, წესებს და სამომავლოდ სწორედ ეს შეცნობის ეტაპი გახდება საფუძველი თქვენი მომდევნო წარმატებული ნაბიჯებისთვის. იანვარში ასევე მნიშვნელოვანია იყოთ ყურადღებით სიტყვებთან, როგორც თქვენს ნათქვამთან, ასევე სხვებისგან მოსმენილთან, ზოგჯერ ერთი ფრაზა ან ერთი დეტალი შეიძლება ბევრს გეუბნებოდეთ. ამ ბარათის ენერგია გთხოვთ დაკვირვებას და გონებრივ მოქნილობას. ნუიჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, მაგრამ არც გულუბრყვილოდ მიიღოთ ყველაფერი, რასაც გეტყვიან. ეს დრო კარგი იქნება გამოიყენოთ ცოდნის შესაგროვებლად, კითხვების დასასმელად და გარემოს გაშიფრვისთვის. და რაც უფრო მშვიდად და შეგნებულად მიუდგებით ამ პროცესს, მით უფრო თავდაჯერებული გახდებით შემდეგ ეტაპზე, როცა უკვე მოქმედების დრო დადგება თქვენთვის. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, თასების 8-იანი. ამ პერიოდში იგრძნობთ, რომ ძველი მიდგომები და ჩვეული გზები აღარ გაკმაყოფილებთ, შესაძლებელია უკვე დიდი ხანია შინაგანად გრძნობთ, რომ რაღაც უნდა მოიტოვოთ უკან, მაგრამ საბოლოო ნაბიჯის გადადგმა მაინც გიჭირთ. თითქოს იცით, რომ არსებული მდგომარეობა აღარ გაძლევთ განვითარების საშუალებას, მაგრამ უცნობი მომავლის შიში მაინც გაკავებთ. იანვარში უფრო მკაფიოდ გააცნობიერებთ, რომ დროა გადააფასოთ თქვენი დამოკიდებულება სამსახურის ძიების მიმართ. შესაძლებელია აქამდე არ იყავით ბოლომდე ჩართული ამ პროცესში, ამ მხოლოდ ფორმალურად ცდილობდით. ამ ბარათის ენერგია გეუბნებათ, რომ ცვლილება იწყება მაშინ, როცა გულწრფელად აღიარებთ, რომ რაც აქამდე იყო აღარ მუშაობს. ეს არ არის მარცხის ნიშანი, პირიქით, ეს არის თქვენი პიროვნული ზრდის ეტაპი, როდესაც ადამიანი მზად არის უარი თქვას იმაზე, რაც აღარ შეესაბამება მის შინაგან მოთხოვნებს და იანვარი მოგცემთ საშუალებას შინაგანად გათავისუფლდეთ ძველი მოლოდინებისგან და ნელ-ნელა დაიწყოთ ახალი მიმართულების ძიება. იცოდეთ, რომ რაც უფრო თამამად და ლაღად და ემშვიდობებით წარსულ გამოცდილებას, წყენის იმედგაცრუების ან დანაშაულის გარეშე, მით უფრო სწრაფად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში ახალი გზა, რომელიც მეტად შეესაბამება თქვენს დღევანდელობას და რეალური შანსებიც მოგეცემათ წინსვლისთვის. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, თასების 3-იანი.
იანვარი თქვენთვის საკმაოდ წარმატებულ და შედარებით მსუბუქ პერიოდად გამოიყურება, იმ ინტენსიური ბრძოლისა და დაძაბულობის ფონზე, რაც სავარაუდოდ წინა ეტაპებზე გაიარეთ, ამ პერიოდში იგრძნობთ შვებას და მეტ სიხარულს. შესაძლებელია იანვრის განმავლობაში უკვე გაწეული შრომის გარკვეული შედეგებიც მიიღოთ და მოგინდეთ მათი გაზიარება, ან თუნდაც საზეიმო ვითარებაში აღნიშვნა. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება თანამშრომლობისთვის, ადამიანურ ურთიერთობებთან დაკავშირებული პროცესებისთვის, ახალი კონტაქტების დამყარება, კოლაბორაციები, ჯგუფური პროექტები და საერთო იდეების ირგვლივ გაერთიანება ამ პერიოდში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენ საქმიანობაში. იგრძნობთ, რომ ამ ეტაპზე მარტო მოქმედება აღარ არის აუცილებელი და ბევრად მეტ შედეგს მოიტანს გუნდური მუშაობა და ერთობლივი ძალის ხმევა. ამასთანავე ამ პერიოდში გაიზრდება თქვენი კრეატიული ხედვა და შემოქმედებითი უნარები, გაგიჩნდებათ ახალი იდეები და ზაობა, რომ მათი განხორციელება დაიწყოთ და რეალურ პროცესებში ჩართოთ. ეს ყველაფერი შესაძლებელია აისახოს ფინანსურ შედეგებსა და უფრო სტაბილურ მდგომარეობაზეც. თუმცა აქვე გირჩევთ, შეინარჩუნოთ ზომიერების გრძნობა, არაჩქარდეთ გადაწყვეტილებების მიღებისას და ზედმეტად გათამამდებით მიღწეული წარმატებებით. მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ შინაგანი წონასწორობა და რაციონალური მიდგომა საქმის მიმართ, რომ ეს პოზიტიური ტალღა არ გახდეს დროებითი, არამედ გადაიზარდოს სტაბილურ და გრძელვადიან წინსვლაში. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს იანვარში, კვერთხების რაინდი, ამ პერიოდში თქვენი ფინანსური მდგომარეობა პოზიტიურად გამოიყურება, იგრძნობთ მატერიალური რესურსების მოძრაობის გააქტიურებას და შემოსავლების ზრდის ტენდენციას. შესაძლებელია გამოგიჩნდეთ შემოსავლების ახალი და დამატებითი წყაროები, რომლებიც სწორედ თქვენს ინიციატივებსა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. იანვარში უფრო თამამად და ენერგიულად მიუდგებით ამ სფეროს, შეძლებთ სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაინახავთ რეალურ სარგებელს, არ არის გამორიცხული ამ პერიოდში ძალიან მომგებიანი ინვესტიციებიც განახორციელოთ და ამ შემთხვევაში სისწრაფე და სწორი მომენტის დაჭერა გადამწყვეტ როლს ითამაშებს. მთავარია ასეთი აქტიურობის პარალელურად შეინარჩუნოთ გონივრული კონტროლი და თუ ენერგიას სწორი მიმართულებით მიმართავთ, იანვარი შეიძლება გახდეს თვე, რომელიც ფინანსურად ახალ ეტაპზე გადაგიყვანთ და მოგცემთ უფრო ფართო შესაძლებლობებს სამომავლოდ. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მონეტების სამიანი. სამყარო გირჩევთ ამ პერიოდში საქმიანად და რეალისტურად მიუდგეთ ცხოვრებას, არ დაკარგოთ ხალისი და პოზიტიური განწყობები, მეტი ეკონტაქტეთ გარშემომყოფებს, ჩაერთეთ საერთო პროცესებში და ნუ იტყვით უარს გამოცდილების გაზიარებაზე. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ გუნდურ მუშაობას, თანამშრომლობას და იმ ადამიანებს, ვისთანაც საერთო მიზნები გაერთიანებთ. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, ისწავლეთ სხვებისგან და თავადაც გააზიარეთ თქვენი ცოდნა. რაც უფრო ხარისხიანად და პასუხისმგებლობით ჩაერთვებით ერთობლივ საქმეებში, მით უფრო მყარი საფუძველი შეიქმნება თქვენი სამომავლო წარმატებებისთვის. ასეთი იყო 2026 წლის იანვრის ზოგადი ტარო პროგნოზი მერწყულებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.